აჭარაში 5 დღიანი ვიზიტის ფარგლებში ისრაელის პრესტურის წარმომადგენლებმა ძველთა ახალ ბათუმთან ერთად აჭარის მაღალმთიანეთის მოინახულეს. ისინი სოფელ მახუნცეთსა და გობრონეთს ეწვნენ. მაღალმთიანეთში სტუმრობისას ბედიის წარმომადგენლები აჭარის ფოლკლორს გაეცნენ. გობრონეთის ცეკვის ანსამბლმა სტუმრებს აჭარული განდაგან აჩვენა. ცეკვით მოხიბლული ჟურნალისტები აჭარულად აცეკვდნენ. ტურიზმის დეპარტამენტისა და ისრაელის ტურისტული სააგენტო ეშეთ ტურის მიერ ორგანიზებული ტურის ფარგლებში აჭარაში სულ 17-ზე მეტი ჟურნალისტი იმყოფება. ვიზიტის ფარგლებში ჟურნალისტები ტურისტული სააგენტოსა და პროფკავშირების წარმომადგენლები აჭარის კურორტებს მოინახულებენ. ტურის შემდეგ ჟურნალისტები აჭარის თემაზე სტატიებსა და სიუჟეტებს მოამზადებენ, რომელიც შემდეგ ისრაელის რეიტინგულ ჟურნალ გაზეთებსა და სატელევიზიო არხებზე გავა. ეს ადგილი საოცარია, ჩანჩქერი ჩემს წინ ერთ-ერთი ყველაზე ლამაზია, რაც მინახავს. ფიქრობ, ადამიანები, რომლებიც საყვარელ ბათუმს ეწევიან და ამ ადგილებს მოინახულებენ, ნამდვილად მოიხიბლებიან. ასე რომ მე გეტყვით, თქვენი სილამაზე აუცილებლად უნდა ნახოთ. ჩვენ ხალხის გვიყვარს, ქვეყანა გვიყვარს, საერთო მსოფლიო გვიყვარს და ყველანაირ ჩვენთან ისიც გვიხარია, რომ ჩვენ მათ ერთად კარგად ვიქნებით. ერთი ყვავილით გაზაფხული არ გამოვა. ისინიც კარგად იყო, ჩვენც კარგად ვიყოთ და ვიქნებით კარგად. გაგრძელდება სარეკლამო კამპანია მაისის თვიდან, რაც დაგვეხმარება იმაში, რომ ზაფხულის პერიოდში, როდესაც იქნება ჩარტერული რეისები, ტურისტები დაინტერესდნენ და შეივსოს ეს ჩარტერული რეისები და ბათუმში ჩამოვიდეს რაც შეიძლება მეტი ებრაელი ტურისტი.